როგორ გაჩნდა ციფრი 4? ღრუბელთა სამეფოში დილის დღესასწაული იყო და ყველანი თეთრ სამოს ირგებდნენ. მერე ყინულის სარკეების წინ დიდხანს ტრიალებდნენ, თავს იწონებდნენ და ცის ყინულოვან მოედანზე სასრიალოდ ემზადებოდნენ. ერთი ქუნქულა ღრუბელი განსაკუთრებით ემზადებოდა და ნერვიულობდა. დღეს მისი პირველი დღე იყო ცის გუმბათზე ესრიალა. სამოსი კარგად მოირგე და ცის ყინულს კარგად მოეჭიდე. მზეს ძალიან უგაუთამამდები გააფრთხილეს უფროსებმა. ღრუბელიც დასტურის ნიშნად თავს აქნევდა და ქვემოთ თვალებს აპარებდა. სურდა დაენახა მზე, რომლის დიდებულების და სხივების ყველას ეშინოდა. რა ლამაზი და თბილი ყოფილა, აღმოხდა მზის დანახვისას ღრუბელს. ახლოს მივალ, მივესალმები და იქნებ დამიმეგობრდეს კიდეც. მგონი არც ისე საშიშია. პატარა ღრუბელი მიიწევდა წინ და მზის დიდებულებით აღფრთოვანებულს არ ესმოდა მეგობრების შეძახილი. დაბრუნდი, დადნები, ძირს ჩავარდები, დაბრუნდი. აი ცოტაც, სულ ცოტაც დამრჩა. მაგრამ რა მემართება, რაღაც ქვემოთ მეკაჩება, თავს ვერ ვიმაგრებ. სიცხით გონება არეულმა ძლივს შენიშნა მეგობრები, რომლებიც ხელფეხით ძლივს იჭერდნენ მეგობარს. შუაწელი კი ძალიან ჩასწეოდა ღრუბელს და ქვემოთ მიიწევდა. უეცრად იგრძნო როგორ გაფრინდა ძირს, დაეშვა სწრაფი ფრენით. წამებში გაიაზრა რაც მოხდა. ინანა კიდეც, მაგრამ ვერაფერ შეცვლიდა. ნეტავ სად ვეშვები, როგორ დავპატარავდი და დავუშნოვდი, ფერით შემეცვალა, განიცდიდა ღრუბელი. ამ ფიქრებში იყო, რომ ფრენა შეწყდა ფიქრებიც და სინანულიც. ვარდნის შედეგად დაბნეულ და გაბრუებულს მხიარული ხმები შემოესმა. დედა, 4-ია, 4, 2-ს მივუმატოთ, 2 არის 4. ნერვიულობით და სიბრაზით გალურჯებულმა ღრუბელმა მიიხედ მოიხედა და თეთრ მოედანზე ხაზებს შორის აღმოაჩინა მისი ადგილი. აი, რა ლამაზი 4-იანია, იძახდა ბავშვი. ციფრ 4-ად გადაქცეულ ღრუბელს ძალიან მოეწონა თეთრი მოედანი, პატარა უჯრები, ბეჯითი და მოტიკტიკე ბავშვი. მერე ლურჯ მოედანზე მოსრიალე ღრუბლებს მოავლო თვალი. მაგრამ აქ ბავშვებს ძალიან რომ მჭირდები. თან ეს ფერადი სამყარო ძალიან მომწონს, მოიწყინა ღრუბელმა. მერე სახე გაებადრა. სიყვარულის ნიშნად მეგობრებს ღრუბლების ბუშტების პატარა გულები გაუგზავნა და საბოლოოდ გადაწყვიტა დედამიწაზე დარჩენა. ამ დღის შემდეგ ციფრი 4 სხვადასხვა მოედნებზე დახვდოდა, წიგნების კარადებში, კარის წარწერებში. მერე დახვდოდა უჯრიდან უჯრაზე, ფიქრობდა, ეძებდა სასურველ ადგილს და მერე ხარობდა ბავშვებთან ერთად. ასე გადაიქცა ცნობის მოყვარე პატარა ღრუბელი ბეჯით 4-იანად.